საღამო მშვიდობისა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში On The Record, რომელიც IOC4 News-ის სირმისეული ინტერვიუს შოუა. როდესაც ირანთან ომი მეოთხე თვეში შედის, აშშ-ს და ირანს შორის არაოფიციალური ზავით ხელძაბზე კიდია. მიუხედავად იმისა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის მესიჯების გაცვლა გრძელდება, რომლის მიზანიც ომის დასრულებაზე და ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევაა, ამერიკულ და ირანულ ძალებს შორის ცეცხლის ეპიზოდური გაცვლა. მათ შორის გუშინ ღამითაც კვლავ გრძელდება ჩვენს ჰორმუზის სრუტეში. ამასობაში ირანი აგრძელებს დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებს სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებზე. და ამ კვირაში ლიბანში ისრაელის დარტყმების გამო ირანმა პირველად 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით ათეულობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ეხლა მიუხედავად მზარდი დაძაბულობისა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, ასევე ირანის ანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეთანხმება მალე შედგება. საქმე ისაა, რომ ისინი ამას მარტის დასაწყისიდან ამბობენ. და სანამ თითოეული მხარე თავის წითელ ხაზებს იცავს, შეთანხმების მიღწევა შეუძლებლად ჩანს. ისრაელი შიშობს, რომ დონალდ ტრამპი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნისგან უკან დაიხევს, რათა შეთანხმებას მიაღწიოს. და მისი ურთიერთობა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, როგორც ჩანს, უარესდება. ამ ყველაფრის გასაშიფრად დღეს საღამოს ჩვენთან ერთად არის ადი როტემი. ვატამი არის შინ ბეთის, ისრაელის შიდა უსაფრთხოების და კონტრდაზვერვის სამსახურის ხოფიბილი მაღალი თანამდებობის პირი და ასევე იყო ისრაელის მძევლების მოლაპარაკებების გუნდის უფროსი წევრი, რომელმაც წარმატებით მოახერხა ისრაელი მძევლების გათავისუფლება ღაზიდან. ვატამი ამჟამად სტრატეგიულ მრჩევლად მუშაობს. სპეციალიზირებულია მოლაპარაკებებსა და კრიზისების მართვაში და არის რეიხმანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ანტიტერორისტული ინსტიტუტის წევრი. ბატონო ვატამ, დიდი მადლობა რომ შემოგვიერთით ამ საღამოს. დიდი მადლობა რომ მიმიწვიეთ აქ. ბევრი რამ მინდა კითხოთ ღაზასა და ჰამასზე, მაგრამ ვერ დავიწყოთ ყველაზე აქტუალური თემით. პირდაპირ მნიშვნელობით, ეს არის მიმდინარე მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. ეხლა როგორც გამოცდილი მოლაპარაკე, რომელსაც საქმე ქონია ამ რეგიონის ყველაზე სასტიკ და ცინიკურ ტერორისტებთან, როგორ აფასებს შეერთებული შტატების მიდგომას ირანთან მოლაპარაკებებში? დონალდ ტრამპის წინააღმდეგობრივი გზავნილები ეხმარება თუ აზიანებს შეერთებული შტატების პოზიციას? ფიქრობ, იცით, შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების წარმართვის ძალიან კონკრეტულ მეთოდს ეყრდნობა. ტრამპის ეპოქაში, რასაც მე ტრამპს უწოდებ, იცით, ის იყენებს თავის განსაკუთრებულ მეთოდს, რომელიც აერთიანებს გაურკვევლობას, ბუნდოვანებას და რა თქმა უნდა, ეყრდნობა აშათეშისის ძალას. როგორც ყველაზე დიდი ძალა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სამყაროში და ყველაზე ძლიერი არმია. სხვათა შორის ის მზად იყო და ჩვენ ეს ვნახეთ ამ ომის დროს, რომ მას სულ და არმიას მიეცა სრული თავისუფლება, ემოქმედა ირანის საჰაერო სივრცეში, დაერტყა ისრაელთან ერთად და ასე შემდეგ, რასაც წინა პრეზიდენტები არ აკეთებდნენ. ამ საკითხში ის იყენებს თავის გავლენას და აჩვენებს თავის შესაძლებლობებს. ამავე დროს ტრამპის ეს მეთოდი, იცით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ზოგჯერ შეიძლება დასავლეთის სამყაროსთვისაც იყოს გამოყენებული, რადგან ჩვენ ეს ვნახეთ ტარიფების მოლაპარაკებებში, რომელსაც ის მართავდა, თუნდაც გრენლანდიასთან დაკავშირებით, თუ მინდათ აქამდე მიიყვანოთ. ასე რომ, ზოგჯერ დასავლურ საკითხებში ეს მუშაობს, რადგან დასავლური თვალით ჩვენ მოლაპარაკებებს სხვადასხვანაირად ვუყურებთ. ჩვენ ვუყურებთ საათებს, ზომავთ პროგრესს, ვუყურებთ ვადებს და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ ამას ძალიან შავ-თეთრად ვიყენებთ. მოვიგეთ თუ წავაგეთ ბრძოლა. როდესაც ირანივით მოწინააღმდეგეს ეჯახები, მათი ბერკეტი დროა. ამიტომ სრულად უნდა აცნობიერებდე რაში შედიხარ მოლაპარაკებების ველზე და ეს გაცილებით ადრე უნდა იცოდე, ვიდრე ბრძოლის ველზე გახვიდე. ეს იგივეა, როგორც ჩვენ ვაკეთებთ მაგალითად სამხედრო თამაშებს, ვგეგმავთ რა იქნება შემდეგ და შემდეგის შემდეგ. ზუსტად ასე უნდა მოემზადო მოლაპარაკებებისთვისაც. და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული შეცდომა ირანისა და ისლამური წინააღმდეგობის არსის გაგებაში. მეთოდები, რომლებიც სხვადასხვა რამეზე აკეთებენ აქცენტს, მოთმინება, გამძლეობა, მტკიცე პოზიცია და გამოფიტვა. ეს იგივე ირანია, რომელსაც გასული საუკუნის 80-იან წლებში 8 წლიანი ომი ჰქონდა ერახთან. ამიტომ უნდა გაიგო ვის უპირისპირდები, რომ სწორად გათვალო შენი ნაბიჯები მოლაპარაკებების ველში. ანუ ამბობთ, რომ ტრამპი ამ ომში მოუმზადებლად შევიდა.
მგონია რომ ამ საკითხში მათ სხვა მოლაპარაკებების მსგავსი გამეორება ჰქონდათ და მათ ეგონათ მაგალითად რომ წარმატებული მოლაპარაკება მაგალითად ჰამასთან რომელიც დესპანმა უიტკოფმა ჯარედ კუშნერთან ერთად წარმატებული იყო და აქაც ყველა მძევალს დავიბრუნებთ ასე არ არის ვერი ფიქრებ რომ ეს იგივე არენაა ირანთან და თუ ამ შეცდომებს დაუშვებ იცი რომ იფიქრო რაც იქ მუშაობს სხვა არენაზეც იმუშავებს ეს შეიძლება დიდი შეცდომა იყოს და ვფიქრობ სწორედ ამას ხედავთ რატომაც ყოველდღე რაღაც ახალი ხდება გუშინ წინ თითქოს მშვიდობა იყო მთელ მსოფლიოში ხოლო დღეს შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს ამიტომ ვფიქრობ ეს ის საკითხია რაც უნდა გავიგოთ ირანი დროს აჭიანურებს მათთვის ამ ომში გადარჩენა ფეხზე დგომა და ისინი ჯერ კიდევ ფეხზე დგანან თავისებური გამარჯვება ასე რომ თქვენ მიგვიყვანეთ ირანის პოზიციამდე მოლაპარაკებებში ეხლა ნახეთ ბირთვულ და ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამაზე ომიდან ირანმა შეძლო გარედან სხვა საკითხების შემოტანა როგორიცაა ჰორმუზის სრუტე ან თუნდაც ისრაელის დარტყმები ლიბანში როგორც ზეწოლის ბერკეტები შეერთებულ შტატებზე მოლაპარაკებების დროს ეხლა ვერ ვიკავებ თავს რომ არ გავიხსენო ფრაზა რომელიც დონალდ ტრამპმა თავის პირველ ვადაში თქვა ირანმა ომი არასდროს მოიგო მაგრამ მოლაპარაკება არასდროს წაუგია ეს არის ის რასაც ეხლა ვხედავთ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან იმარჯვებს დიახ გარკვეულწილად ირანი მართლაც იმარჯვებს მოლაპარაკების მაგიდასთან ამასაც აგიხსნით ასევე ირანი რამდენიმე რამეს ძალიან გონივრულად აკეთებს ის თავდასხმები რომლებიც თქვენ ახსენეთ მაგალითად სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ირანი ასე შემთხვევით არ იქცევა რადგან იმ ძალისხმევას რასაც ის ამ ქვეყნებზე ხარჯავს რამდენიმე მიზანი აქვს პირველ რიგში დიახ ამით ცდილობს ამ ქვეყნებიდან ამერიკელებზე ზეწოლა მოახდინოს რომ ომი შეწყვიტონ მეორეც რომ დააფიქროს ისინი თავიდან თქვენ ფიქრობდით რომ როდესაც თქვენს მიწაზე ამერიკული აქტივები ბაზები და ასე შემდეგ გექნებათ ეს რაღაც ფარს მოგცემდათ და დაგიცავდათ საფრთხისგან არა თქვენ უნდა გადახედოთ თქვენს დიპლომატიას თქვენს სტრატეგიას რადგან ეს შეიძლება ასევე იყოს ტვირთი თქვენს კისერზე და ამასაც ხედავთ მაგალითად ომანის შემთხვევაში რომელიც ომამდე შუამავალი იყო და ნახეთ რა ხდება ბოლო რამდენიმე კვირაში როცა ის სულ უფრო და უფრო უახლოვდება ირანს რადგან ის ითვლის ნაბიჯებს და ფიქრობს რომ ამ ომის შემდეგ გამარჯვებული იქნება და ბოლოს რაც მინდა ვთქვა თქვენ ლიბანი ახსენეთ ხო ეს რაღაც ახალი იცით დაძაბული სიტუაცია ისე თითქოს ისინი ყველა პროქსის გაერთიანებას ცდილობენ და გიჩვენებენ რომ თუ ბეირუთს დაარტყამ ირანიდან რაკეტებს მიიღებ ასე ადრე არ ყოფილა და ეს ძალიან დიდი ესკალაცია ასევე ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის მიღწევაც რადგან სწორედ ეს დევს ახლა დღის წესრიგში ეს ირანისთვის უკეთესია თუ ამჟამინდელი დაძაბულობის შენარჩუნება რა არის ირანისთვის უკეთესი შეთანხმება თუ არსებული მდგომარეობა კი ეს დამოკიდებულია იმაზე რა წერია შეთანხმებაში იცით რადგან ვფიქრობ ირანი ცდილობს როგორც მან ახსნა ნათლად აჩვენოს მსოფლიოს ამერიკელებს და რა თქმა უნდა ისრაელელებს რომ მზად არიან იბრძოლონ იმდენ ხანდენ ხანს რამდენიც გინდათ იცით თქვენ მოკალით ჩვენი ბევრი ლიდერი თქვენ მართლაც ზიანი მიაკენეთ და ჩვენც მივაკენეთ არა მხოლოდ ჩვენ არამედ ამერიკამაც სერიოზული ზიანი მიაკენა ირანის ინფრასტრუქტურას იცით მათ დიდი ეკონომიკური ზარალი აქვთ მაგრამ ისინი ამბობენ რომ ჯერ კიდევ ფეხზე დგანან და ეს არის ის რასაც ვამბობ იცით ისლამური წინააღმდეგობის გზა ისლამური წინააღმდეგობის ღირებულებები როცა არ გესმით რა არის ძირითადი ღირებულებები მოლაპარაკებების პროცესში შეცდომას უშვებთ და ამას ვხედავთ სხვათა შორის იგივე რამე ოდნავ განსხვავებულად ირანში ჰეზბოლასთან ლიბანში ჰამასთან ღაზაში და თუნდაც ჰუთებთან იემენში მათგან თითოეული განსხვავებული მოქმედი პირია განსხვავებული მოთამაშეა განსხვავებულ არენას ამიტომაც ისიც ერგება ამ სურათს მაგრამ თითოეულისთვის გადარჩენა გამარჯვებაა ნახე ირანმა თქვა რომ ყველა პროქსის დაიცავს ან დაარტყამს ისრაელს თუ ის ბეირუთში დაარტყამს შემდეგ ეს გაფართოვდა მთელ ლიბანზე შემდეგ ამას დაემატა ღაზაც და ეხლა ისევ მხოლოდ ბეირუთზე დავბრუნდით ამიტომ მგონია რომ ირანელები ცდილობენ იპოვონ გზავნილი რათა გადაარჩინონ მათი ჩამოშლილი პროქსი ქსელი მაგრამ თუ საუბრობთ იმაზე რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა ტრამპმა და მთლიანად შეერთებულმა შტატებმა ეხლა როცა ირანი დროს იგებს და თითქოს დრო მათ მხარესაა რა უნდა გააკეთოს აშეთეშო ამ ეტაპზე ფიქრობ ორი რამ არის მთავარი
პირველ რიგში უნდა დაარღვიოს შეკავების ეს ახალი განტოლება, რომლის დამკვიდრებასაც ირანელები ცდილობენ, როგორც თქვენ თქვით, მაგალითად ლიბანთან მიმართებაში. როცა ისინი ამბობენ, თუ ბეირუთს დაარტყამთ, ჩვენ თქვენ დაგარტყამთო, უნდა აუხსნა მათ ბომბების საშუალებით. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ზოგჯერ ეს ერთადერთი გამოსავალია. დიახ, ასეთ მუქარებს არ უნდა შეუშინდე და უნდა აჩვენო მათ, რომ ასე არ არის. ეს განტოლება არ არსებობს. მე არ ვარ მზად ეს მივიღო ბოდიში. და მეორე, რაც უფრო დიდი პრობლემა ალბათ, უნდა გაიგო, რომ დრო მათი აქტივი და ბერკეტია. ამიტომ შენს იგივე კარტებით უნდა ითამაშო. გინდა დრო? მე ვაგრძელებ ბლოკადას ჰორმუზის სრუტეზე. ვაგრძელებ შენს იზოლაციას. ვაგრძელებ ზიანის მიყენებას შენს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში. ამიტომ დრო შენს სასარგებლოდ არ მუშაობს. ეს არის ერთადერთი რამ, რაც უნდა გამოიყენო იმ კარტებით, რომელსაც მეორე მხარე აქტივად არ იქვამს და აჩვენო, რომ შეგიძლია ზიანი მიაყენო. მაგრამ ნახე, ირანმა უკვე დააწესა ეს ახალი განტოლება ისრაელზე. რადგან მაგალითად თუ ხვალ ერთ კვირაში ან ერთ თვეში ჰეზბოლა ჩრდილოეთ ისრაელს დაესხმის თავს, ისრაელი ძალიან მაღალ ხეზე ავიდა და მოუწევს ბეირუთში დართმეთ უპასუხოს. ირანი ისრაელს შეუტევს და ისრაელი საპასუხო დარტყმას მიაყენებს. ირანის წინააღმდეგ, მაგრამ ეს პასუხი შეზღუდული იქნება, რადგან ტრამპი ზეწოლას ახდენს ნეთანიაჰუზე, რომ ისრაელის დარტყმების მასშტაბი ირანზე შეზღუდოს. ამიტომ ეს დინამიკა ისაა, რასაც ირანი გაუძლებს, რადგან ისრაელის დარტყმები შეზღუდულია. როგორ უნდა დაარღვიო ეს წრე, რადგან ირანისთვის მას შეუძლია ასე გაგრძელება და შემდეგ რას გააკეთებს? ის ნებისმიერ მომენტში, როცა გადაწყვეტს, უბრძანებს ჰეზბოლას დაარტყას ისრაელს, რითაც დაარღვევს ამ დინამიკას. მაგრამ ეს ზეწოლას მოახდენს ტრამპზე მოლაპარაკების მაგიდასთან. ხო, ერთადერთი რამ, ხო, როგორც თქვი, პირველ რიგში ეს უზარმაზარი პრობლემაა, არ ვამბობ, რომ ასე არ არის. ვამბობ, საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტი ტრამპი უნდა დაარწმუნო და გააგებინო, რომ თუ დაემორჩილები იმას, რასაც ისინი ცდილობენ მოგახვიონ, როგორც თქვით, წესებსა და ახალ მოცემულობებს, მაინც წააგებ. ამიტომ უნდა აუხსნა უფრო დიდი ძალით, ბლოკადით და ასე შემდეგ, რომ არაპირებ ამის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში რაღაც ფასის გადახდა მობიწევს, მაგრამ უნდა იფიქრო გრძელვადიან პერსპექტივაზე. და კიდევ ერთი რამ, იცი, მოლაპარაკებებში ერთი ტერმინია, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებ, როცა მოლაპარაკებებზე მივდივართ. ეს არის ბატნა. ანუ რა არის შენი საუკეთესო ალტერნატივა მოლაპარაკების შეთანხმების გარეშე? ეს არის ძალიან ძლიერი რამ, რასაც ჩვენ, როგორც მოლაპარაკეები ვეძებთ. ამჟამად ირანელებისთვის ალტერნატივა ბევრად უკეთესი ჩანს, ვიდრე შეთანხმებაზე დათანხმება. უნდა გააგებინო მათ, როგორც თქვი, რაღაცა ჰოლისტური მიდგომით, რომ განაგრძობ ზიანის მიყენებას, მათ შორის ინფრასტრუქტურაზეც, აქამდე საკმაოდ შეზღუდული იყავი იმით, თუ რითაც აზიანებდი მათ. ბლოკადით, იზოლაციით, ეკონომიკური სანქციებითაც, ყველაფერი ერთად. ეს არის პაკეტი, რომელსაც ეტყვი, რომ მზად ხარ შეინარჩუნო იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ შენზე გარკვეული ზეწოლა და მე არა იცი, როგორც თქვი, მე სრულად ვაცნობიერებ იმ ზეწოლას, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც კი ჰქონდა საკუთარ ქვეყანაში. ნოემბრის არჩევნები, 250 წლის იუბილე, ამერიკის დაბადების დღე. 80 წლის იუბილე, დღევანდელი ინფლაცია, დიახ ვიცი, ბევრი ფაქტორია, რაც დიდ ზეწოლას ქმნის, მაგრამ თუ გინდა რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გაიმარჯვო, მზად უნდა იყო მოკლევადიან პერიოდში რაღაც ფასი გადაიხადო. ასე რომ ვასქმი, რომ არსებული მდგომარეობა ირანს აძლევს ხელს. უნდა დავწმუნდეთ, რომ შეთანხმება მათ კიდევ უფრო მეტ სარგებელს არ მოუტანს. მაგრამ მინდა გადავიდე ღაზაზე, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც აქ ხართ. დღეს ზუსტად 8 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. ყველა მძევალი გათავისუფლებულია. ისრაელი ძალები ჯერ კიდევ ღაზაში არიან, მაგრამ ჰამასი უარს ამბობს განიარაღებაზე. დღესაც კი, როცა მოლაპარაკებები კაიროში გრძელდებადება. თქვენი აზრით, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები აქედან მოყოლებული ღაზის სექტორთან დაკავშირებით? ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად ჩიხში ვართ. გულისხმობ ნიკოლაი მლადენოვი, მშვიდობის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, რამდენიმე რაუნდის მოლაპარაკებებს მართავს ჰამასთან შუამავლების დახმარებით. თუმცა ნამდვილად არ ვიცი, ეს თუ დაეხმარება. მაგრამ ის ამას აკეთებს, რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა, მათ შორის ამ კვირაში კაიროში. აქედან არაფერი გამოვიდა, რადგან ჰამასის თვალში ისინი არ არიან მზად, რომ იარაღზე უარი თქვან. ეს მათთვის გადარჩენის ერთადერთი გზაა. იცი, როგორც მაქს ვებერმა თქვა წლების წინ, გასულ საუკუნეში, ძალადობის მონოპოლია. თუ იარაღი არ გიჭირავს, ვერ შეძლებ გააკონტროლო რა ხდება ღაზაში. და ბოლოს
ეს ისლამური წინააღმდეგობის ორგანიზაცია. იცი, ყველა წერტილი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მათი გადარჩენის ერთადერთი გზა არის იარაღის შენარჩუნება და ღაზას კონტროლი. თუ ისინი მზად იქნებოდნენ, იცი, განიარაღებისა და შეიარაღების დემონტაჟის და ასე შემდეგ მიღებისთვის, ეს ნიშნავს, რომ ჰამასი ვერ გადარჩება. და ჰამასი დროს იგებს, რადგან ჰამასი რასაც აკეთებენ, ამბობენ, არ ვიცით რა მოიტანს ხვალინდელი დღე. შეიძლება ხვალინდელი დღე უკეთეს მოიტანს, ვიდრე დღეს არის. და სხვათა შორის, ისინი ჩრდილოეთითაც იყურებიან, რა ხდება ლიბანში. მათ ნახეს, რომ 2025 წელს ისრაელმა ლიბანში რაც უნდოდა, ის გააკეთა. და ეხლა ჩრდილოეთში დაძაბული სიტუაცია. და ეს უკვე სხვა თამაშია. ასე ფიქრობენ ისინი. ღმერთმა იცის რა იქნება ხვალ. შეიძლება უკეთესი იყოს. ჰეზბოლას გვერდით ირანელები ხავს. ჰამასი არ პასუხობს ან ირანი არ პასუხობს შეტევებს ღაზას სექტორში. ვეთანხმები, რომ თუ ეს შეიცვლება, ეს სრულიად შეცვლის თამაშის წესებს. მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ და ვეთანხმები იმაზეც, რომ წარმოუდგენლად მეჩვენება, ჰამასი უარს თქვას თავის უკანასკნელ ბერკეტზე, იარარზე და დათანხმდეს განიარარებას. მაგრამ ომის დასაწყისში, ან ომის დროსაც კი, შეუძლებლად ჩანდა იმის წარმოდგენა, რომ ჰამასი დათანხმდებოდა მძევლების გათავისუფლებას. მაგრამ ეს მაინც მოხდა. მაშ არსებობს რაიმე იმედი განიარაღებისთვის, მიუხედავად იმ გასაგები შეშფოთებისა და პესიმიზმისა, რაც განსაზღვრავს ამჟამინდელ ვითარებას. დიახ, იცით, ერთადერთი გზა, რომელსაც მე ვხედავ, რომ ეს შეიძლება მოხდეს, არის ის, რასაც მე პარტნიორის შეძვრას უწოდებ. ან კიდევ ერთხელ უბრუნდები პარტნიორს, ალტერნატივას. რადგან თუ ცოტა უკან დაუბრუნდებით, რომ გამოუკვეთოთ ეს ორი პოზიცია, ისრაელი და ჰამასი, თითოეულ მათგანს უნდა შეხედოს თავის პარტნიორს, თავის ალტერნატივას. და ის ამბობს, რომ ეს ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე შეთანხმებაზე წასვლა. რადგან ისრაელი საკმაოდ მარტივად ამბობს, მინდა დავრწმუნდე, რომ თანმიმდევრობა იქნება განიარაღება, გამოყენებიდან ამოღება, ჰამასის შესაძლებლობების დაშლა და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ აღდგენას. ჰამასი, როგორც თქვი, პირიქით ამბობს. ისინი საკმაოდ კარგად აცნობიერებენ, რომ იარაღის დაჭერაზე არიან დამოკიდებულნი. თუ ჰამასი გაიგებს მაგალითად, რომ ამერიკელები მოგცემენ ნებართვას, შესაძლებლობას დაუბრუნდეთ თავდაცვის ძალების იდეაზე, დაუბრუნდეთ ომში და ეს ნამდვილად იქნება რაღაცა მყარი, შეიძლება რაღაც შეირყეს მათ ბრძოლაში. და თქვენ კარგი, უნდა წავიდეთ კომპრომისზე მაინც და დავიწყოთ რაღაც ტიპის განიარაღება. თუმცა უნდა ვთქვა, ეს ყველაფერი ყალბი იქნება. ჩვენ ნამდვილად ვერ ვივარაუდებთ, რომ ჰამასი უარს იტყვის თავის იარაღზე. ეს იქნება ჰამამასის დასასრული როგორც ისლამური ორგანიზაციის და ასევე საფრთხე მათი სიცოცხლისთვისაც. მაგრამ სინამდვილეში ესეც ის იყო, რასაც ხალხი ამბობდა ტყვეების გათავისუფლებაზეც და ეს მაინც მოხდა. ჩვენ, ხო, რა შეიცვალა ჰამასში? თავიდან თქვეს, რომ არაპირებდნენ ტყვეების გათავისუფლებას და ბოლოს მაინც დათანხმდნენ ამას. აბა, რა შეიცვალა იქ, რამაც ტყვეების გათავისუფლება გამოიწვია? და შეიძლება თუ არა იგივე ზეწოლა იქნეს გამოყენებული, რომ აიძულონ ისინი განიარაღდნენ. განიარაღება, რა შეიცვლებოდა, რა შეცვალა სურათი. იყო ორი მთავარი რამ, სხვა მრავალთან ერთად. პირველ რიგში იეჰოშუა აღარ იყო ცოცხალი. თუ იეჰოშუა ცოცხალი ყოფილიყო, არ ვარ დარწმუნებული, რომ შედეგები იქნებოდა ისეთივე კარგი, როგორც იყო, რომ ჩვენ შევძელით ყველა ის მძევალი გაგვეყვანა. ეს ერთი რამეა. მეორე რამ, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, თუ მომავალს უყურებთ, არის ის, რაც ამერიკელებმა გააკეთეს შუამავალთან, განსაკუთრებით კატართან და თურქეთთან, რადგან კატარსა და თურქეთს ჰამასზე დიდი გავლენა აქვთ. ამიტომ მათ გააგებინეს, რომ ჩვენ გვინდა შეთანხმება. და ეს არის ის, თქვენ გაქვთ თქვენი ინტერესები, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს აკეთებს საკუთარი ინტერესის გარეშე, მაგრამ როცა მათ შუამავლებმა საკუთარი ინტერესები გაიგეს, ეს უკვე სხვა რამ იყო. და როცა ამას დაუმატე ისიც, რომ იასირ არაფათი აღარ იყო ცოცხალი და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოჰამედ სინვარი მოკლეს და ჩვენ დავჭით მხოლოდ ალზაითუნ ჰადადთან, რომელიც ისეთი დიდი ლიდერი არ არის, ამ პირობებში შეთანხმების მიღწევა ბევრად უფრო მარტივი იყო. ამიტომ გეთანხმებით, რომ ჰამასზე ზეწოლის გასაღები დოჰასა და ანგარაშია. მაგრამ მათ ეს ზეწოლა მთელი პროცესის განმავლობაში არ გამოუყენებიათ. ეს ბევრად მოგვიანებით მოხდა. ამიტომ იმისთვის, რომ წაახალისო, ან მისცე ლეგიტიმური სტიმული დოჰასა და ანკარას ჰამასზე ზეწოლისთვის, ეს გასაღები ისე ვაშინგტონში ბრუნდება. ზუსტად. როგორც მოლაპარაკე, დაინახეთ თუ არა ცვლილება იმ ზეწოლაში, რომელსაც ვაშინგტონი ახორციელებდა ქარან დოჰაზე, რამაც დაარწმუნა ისინი, რომ
კარგი, ეხლა უნდა მოვახდინოთ ზეწოლა ჰამასზე და ვაიძულოთ ისინი ტყვეების გათავისუფლებაზე. დიახ, ეს იყო განსხვავებული ზეწოლა და განსხვავებული იყო მათი დარწმუნება, რომ გაეგოთ, რა სტიმული ჰქონდათ ვაშინგტონის დახმარებისთვის, რათა შეთანხმებამდე მისულიყვნენ. რადგან იცით, როცა ლექციებში ვსაუბრობ მოლაპარაკებებზე, ყოველთვის უსვამ ხაზს სამ ძირითად საყრდენს, რომელზეც ნებისმიერი მოლაპარაკების შეთანხმება დგას. ნდობა, ინტერესი და ფასი. ან ნდობა, ინტერესის ფასი ხანდახან ასე ვამარტივებ ძალიან რთულ პროცესებს. და როცა მონაწილეებს, მოთამაშეებს, მედიატორებს აგრძნობინებ, რა არის მათი ინტერესი ამ შეთანხმებაში, რას იღებენ ვაშინგტონისგან მაგალითად, ეს შეიძლება მთლიანად შეცვალოს და გადაადგილოს მთელი შეთანხმება. და ეს არის რაღაცა, რაც ახლა რეალურად არ ხდება. შემდეგ ისინი აძლევენ ნიკოლაი მლადენოს საშუალებას, რომ სცადოს, იცით, რაღაც განუსავალი შემოგთავაზოს, რადგან ვფიქრობ, ახლა ყურადღება ირანსა და ლიბანზეა გადატანილი. ახლო აღმოსავლეთში ახლა ძალიან ბევრი პრობლემაა. სხვათა შორის ჰამასი ამით სარგებლობს. ხო, ისინი ცდილობენ დარჩნენ, იცით, ომის ზღვარს ქვემოთ ან უკან. და ეს ისა, რასაც ისინი აკეთებენ, რადგან ისევ მოერგნენ პარტიზანულ ომს. მაგრამ მე ვამბობ, თუ მოლაპარაკებებზე უბრუნდებით, აქ უნდა დარწმუნდეთ, რომ შუამავლებს აქვთ мотиваცია, რომ ეს საკითხი გადაწყვიტონ. ამჟამად ანკარას არ აქვს არანაირი мотиваცია, რომ ეს გადაწყვიტოს. პირიქით, შეხედეთ, რა თქვა ერდოღანმა დღეს ისრაელზე, ნეთანიაჰუზე, რას ვაკეთებთ ლიბანსა და სირიაში. ეს უბრალოდ გაჩვენებთ, რომ მათ არანაირი ინტერესი არ აქვთ. პირიქით. ამ საკითხს იმიტომ უსვამ ხაზს, რომ ეს დინამიკა მანამდეც არსებობდა, სანამ ძევლები გაათავისუფლებდნენ. მაგრამ შემდეგ თითქოს ზეწოლა ვაშინგტონიდან ანკარასა და დოჰაზე გადავიდა, რომ გაეთავისუფლებინათ მძევლები. მაშ რა იყო ეს ზეწოლა? ეს იყო ცვლილება ასევე რეჟიმში, დემოკრატების რეჟიმში. გონიათ, უნდა შეგახსენოთ, იცით, ჩვენ დიდი ხანი ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ბაიდენის ადმინისტრაციასთან და სხვათა შორის მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძმოთ, რომ შეთანხმება მიეღოთ. და ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა, როცა ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში. თუ დაუბრუნდებით დასაწყის ტრამპის ქცევას მოლაპარაკებების დროს, იცით, ის იყო არაპროგნოზირებადი. არ გინდა რომ ტრამპი გააბრაზო, ხო გესმით, ყველაზე ძლიერი ადამიანი დედამიწაზე. ის იყო უზარმაზარი ცვლილება. და შუამავლებს ეს ესმით. იცით, ანკარას ეს ესმის, ყატარსაც ეს ესმის, სხვათა შორის ყატარს ეს დღეს ძალიან კარგად ესმის, როცა ის, ანუ ყატარი, ეხლა ომის დროს ძალიან რთულ მდგომარეობაშია იმის გამო, რასაც ირანიდან იღებს. მე ვფიქრობ, ირანმაც დააკვირდა ამას, ჩაიწერა რაღაცები და ეხლა ამ სტრატეგიებს ჰორმუზის სრუტეში იყენებს, ხო? ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი გაზაზე მანამ, სანამ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ დამყარდება, მაგრამ ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს. მინდა გადავალ გადაცემის ბოლო ნაწილზე. ეს არის სწრაფი კითხვების სეგმენტი. მე გაჩვენებ სამ სურათს და მოკლედ მითხარით, რა პირველი აზრი გაგიჩნებათ თითოეულზე. ეს არის პირველი. ეს არის იჰია სინვარის ბოლო მომენტები 2024 წლის ოქტომბერში. პირველ რიგში სუფთა ბოროტება. ისეთ მართლა ვფიქრობ, ეს არის პირველი, რაც ამ კაცში ვხედავ. და ეს ასევე კარგი შეხსენებაა იმისა, რომ როცა ვინმე გეუბნება, რომ უნდა მოკლას, უნდა დავიჯეროთ და ვიმოქმედოთ მანამდე ვიდრე რამე მოხდება და არ დაველოდოთ მოვლენებს. კარგი, გადავიდეთ შემდეგ სურათზე. ეს არის მძევლების მოედანი იმ დროიდან, როცა მიმდინარეობდა პროტესტები, სადაც მთავრობას მოუწოდებდნენ მიეღოს შეთანხმება მძევლების გასათავისუფლებლად. ემოციურ. იცი, როგორც მოლაპარაკებების გუნდი, როცა ამას ხედავ და ოჯახების ხმას ისმენ, მარფა გეწვება გული. გააცნობიერებ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო, რაც შეგიძლია, რომ რაც შეიძლება, მალე ცოცხალი გამოიყვანო. და ემოციურია. ეხლა, როდესაც ისრაელის პოლიტიკოსები ამ მომიტინგეებს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ისინი ასუსტებდნენ ისრაელის პოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან, შენ თავად იჯექი მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამბობ, რომ პირად დონეზე ამან მოგცა мотиваცია. მაგრამ როგორც მოლაპარაკე, რომელიც ისრაელის ინტერესებს წარმოადგენდი, ამ პროტესტებმა დააზიანა, საერთოდ არ იმოქმედა, თუ შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიერა ისრაელის პოზიცია. თითქმის არ იმოქმედა. რაც შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რადგან იცით, ყოველ დღე, ყოველ კვირას დიდი რაოდენობის პროტესტი იყო. და შემიძლია ვთქვა მაგალითად, შევადარო რა მოხდა გილად შალიტის შემთხვევაში. გილად შალიტის დროს პროტესტმა მართლაც დიდი გავლენა მოახდინა იმ უზარმაზარ ფასზე, რომელიც ისრაელმა გადაიხადა ამ შეთანხმებისთვის. ამ შემთხვევაში თითქმის არანაირი გავლენა არ ჰქონია.
უნდა ვთქვა ჩვენთვის, როგორც მოლაპარაკებების გუნდისთვის, არ გვჭირდებოდა გაგვეგო, რა უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მაინც ემოციურია, როგორც ისრაელის მოქალაქისთვის იმ ოთახებში ჯდომა. ფიქრობ, ეს იშვიათი განცხადებაა მოლაპარაკებების ოთახიდან გამოსული ადამიანისგან, რადგან იმ დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ ბრალდებები სათაურებში იყო და კოალიციიდან წამოსული მთავარი საკითხები იყო. ძალიან სასიამოვნოა, რომ ვისმენთ ადამიანს, რომელიც ისრაელს წარმოადგენდა მოლაპარაკებების ოთახში, რომ ამ პროტესტებს გავლენა არ მოუხდენია. ასე რომ მადლობა ამისთვის. გადავიდეთ ბოლოს სურათზე. ეს არის Premier Minister Benjamin Netanyahu და პრეზიდენტი Donald Trump-ი, როდესაც ტრამპი ისრაელს ეწვია ქნესეთში. უნდა ვთქვა, რომ როცა ტრამპის სიტყვა მოვისმინე ქნესეთში, ძალიან კარგად ვიგრძენი თავი, რომ ესეთი ძლიერი მოკავშირე გვყავს. იცით, ტრამპი ძალიან ფერადი პიროვნებაა. სხვა ასპექტებზე არ საუბრობ, მაგრამ ვფიქრობ, როცა ისრაელი ამბობს და პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ესეთი დიდი მეგობარი არასდროს გქოლია. არა რომ ბაიდენი ან სხვები ისრაელის წინააღმდეგი იყვნენ, ბაიდენი ციონისტი იყო და ასე შემდეგ. მაგრამ ვფიქრობ, დიახ, ტრამპი ძალიან უნიკალურია იმ ხარდაჭერით, რასაც ის ისრაელს აძლევს და იმ ბერკეტებით, რასაც ის ისრაელს აძლევს. ვფიქრობ, ამ ხრივის მართვაც უნიკალურია. და მოკლედ, თუ შეიძლება, რას ფიქრობთ ამ დაძაბულობაზე ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის? არსებობს რეალური განხეთქილება, თუ ეს უბრალოდ კლასიკური კარგი პოლიციელი, ცუდი პოლიციელის ტაქტიკაა. მე ვფიქრობ, რომ მათ კარგი თანამშრომლობა აქვთ. შეიძლება რაღაც მოხდა, იცით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. დარწმუნებული არ ვარ. ამას ანალიტიკოს დაუტოვებ, პოლიტიკურ ანალიტიკოს, რომელიც ჩემზე უკეთ აკეთებს ამას ალბათ ამ დღეებში. თქვენ დიპლომატი არ ხართ, მაგრამ ძალიან დიპლომატიური პასუხი იყო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ადიროტემ, რომ შემომიერთდით დღეს საღამოს. შემოგვიერთდით მომავალ კვირასაც აქ, გადაცემაში On the Record. დღევანდელ ეპიზოდს და ყველა წინა გადაცემას შეგიძლიათ იპოვოთ YouTube-ზე და Spotify-ზე. მადლობა ყურებისთვის.